აქ შემთხვევით მოხვედრილთათვის ადგილი არ მოიძებნება. კაცრად ჩაკეტილი საზოგადოების მყარად მიხურულ კარს მიღმა სწორედ ის იხარშება, რასაც ქართული გლამური თუ რაღაც უფრო მარტივი სახელი ჰქვია, მაგალითად მაღალი საზოგადოება. თბილისის მოდის კვირეული სწორედ მათთვისაა განკუთვნილი, ვინც საკუთარ თავს სხვებზე უფრო მოდურად თუ გამორჩეულად თვლის. მათ შორის ვერ მოხვდით, ეგ არაფერი, ოდესმე თქვენი დროც მოვა. სანამ ივენთ ჰოლში შეგაჭყიდებდეთ, გრატო პასაჟი მოვინახულეთ. ქართველმა სამკაულებისა თუ აქსესუარების დიზაინერებმა აქ თავიანთი ნამუშევრები გამოიტანეს. იღებენ მონაწილეობას 25 დიზაინერი. იმატა რაოდენობა ხალხის, მაგრამ მაინც ეტყობა მამინდებიდან გამომდინარე, წელს ცოტა აქტივობა იყო ნაკლები. ორგანიზატორები ხალხის სიმცირეს თოვლიან ამინც აბრალებდნენ. მიუხედავად ამისა, დიზაინერები მაინც კმაყოფილები ჩანდნენ, რომ მათ შემოქმედებას მყიდველი თუ არა დამთვალიერებელი მაინც გამოუჩნდა. პირველივე Fashion Week-დან ვიღებ მონაწილეობას, არც ერთი გამომიტოვებია. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ კოლექციას ვამზადებ დიდი ხანია. სიმართლე რო თქვა, აქ მოვიდა უკვე ჩემი ძველი ნაცნობები, ჩემი სამკაულის მოყვარულები ვინც არიან. ამით ყველა Fashion Week-ში ვიღებ მონაწილეობას, პირველიდან მოყოლებული 2010 წლიდან. ვიცით 50 ნივთი მინიმუმ ყოველთვის გამომაქვს, მე ძირითადად ქუდებს და თავის აქსესუარებს ვამზადებ და რა ვიცი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომწონს. თბილისის რიგით მეხუთე მოდის კვირეულის დასკვნითი საღამო რამაზ და რომას ჩვენებამ გახსნა. თუკი აქამდე კეთვოკის მუსიკალური გაფორმებით აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით, ცოტა არ იყოს და გვეხამუშა ბიონსესა და მისთანანის რემიქსები. შემდეგ თვალში პარეოსავით აფრიალებული კაბებიც მოგხვდა და იმასაც მივხვდით, რაში იყო საქმე. ასეთი ჩაცმულობით პლაჟზე გახვალთ, საცურაო კოსტიუმს შვენივრად მოარგებთ, მით უფრო რომ რამაზოს კოლექცია ფერთა ფართო არჩევანს გთავაზობთ. ყველაფერი უფრო მარტივად გასაგები გახდება, როდესაც გაიგებთ, რომ მოდელიერი წლების განმავლობაში აზერბაიჯანსა და თურქეთში მოღვაწეობდა. აზიური სტილის გავლენაც ამით აიხსნება. თბილისი ივენთ ჰოლში შეკრებილებმა თვალები მაშინ მჭვიდათ, როდესაც პოდიუმზე გამობრძანებულ მოდელს მოშიშვლებული მკერდი შევნიშნეთ. კარგად დაკვირვების შემდეგ კი ამ მოვლენის საიდუმლოც ამოვხსენით. თურმე თურქეთში მოღვაწე დიზაინერს სპეციალურად უკრაინელი მანეკენები მოუწვევია. თუმცა მათთან ერთად ქართული პოდიუმისა და არა მარტო პოდიუმის ნამდვილი დივები ამოიყენა გვერდში. სპორტული, სექსუალური და ყველანაირი ხალისის. ჩვენები ძალიან კმაყოფილი არა ვარ, იმიტომ რომ იდგა ეხლა რაღაცეების, რომელიც უნდა ჩართულიყო ჩვენ გამოსვლაზე, ტექნიკური მხარე და შუქი, მაგრამ არ გაკეთდა, იმიტომ რომ რა ვიცი. ყველას ძალიან მოეწონა კაბები და პირველად ვიცმევთო ესეთ სექსუალურ კაბებს და გვინდა რომ გამოცადოთო როგორები ვიქნებითო სექსუალურ კაბებშიო. მე მაცია პირდაპირ ქვედა საცვალზე და არის ძალიან ჰაეროვანი. მე როგორი ვარ, მე აი ამიტომ მე ჩამაცვა ჯინსებზე, იმიტომ რომ მე ესეთ ანუ ტიპაჟურად აგვიწყო და მეც ჩავიცმოდი ჯინსებზე სიამოვნებთ ეს. ბატონმაც არა. რამაზო რომას ფერადოვანი აზიურ სტილში გადაწყვეტილი კოლექცია შეიძლება მოდის კრიტიკოსებმა წარბის აწევით შეაფასონ, მაგრამ ჩვენებამ ივენთ ჰოლი ნამდვილად გამოაცოცხლა და მშვენიერ ხასიათზეც დაგვაყენა. გაზაფხული ზაფხული იყო ეხლა და მეტი აბა როგორ შიშველის სხეულის გარეშე გაზაფხული ზაფხული არ არის ასე რომ კარგი ისეთი მხიარული და ისეთი საღამო იყო. გამოაცოცხლა თბილისი Fashion Week. ჩემი აზრით რაღაც ისეთი ჯენიფერ ლოპესური და რაღაც ისეთი იყო, მაგრამ პლაჟზე ჩასაცმელად გადასარევი ბარეოები იყო. ჩემი კაბა არის აკანანიტაშვილის და ყაბალახი სამოსელი პირველი. საყური არის რომა. თუმცა სანამ მორიგ დიზაინერზე გადავიტანდეთ თქვენ ყურადღებას, პატარა საიდუმლოს გაგანდობთ. მომღერალი მარკუს მეტრეველი თურმე მომავალი Fashion Week-ისათვის ემზადება. მე ყველა ქართულ მოდელს მივმართობ, რომ გაიხადონ, გამოაჩინონ ის სილამაზე, რაც იმალება აი ამ ძონძების ქვეშ. ხო, ესე იგი მე ვარ გამოწყობილი მარკუს მეტრეველის სალონში, კი. მე თვითონ ზრუნავ ყოველთვის ჩემს ჩაცმულობაზე, იმიტომ რომ ეს დიზაინერი ვარ პროფესიით. და მე ძალიან მინდა რომ მომავალ წელს უკვე მივიღო მონაწილეობა მამაკაცების კოსტუმების თანხლებით. ნახოთ, თუ არ მომბარავს ვინმე ეს იდეას, ნახოთ. რამაზო რომას შემდეგ ბრენდ უტა ლევანის ჭერი დადგა. ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი დიზაინერის უტა ბექაიასა და ლევან მინდიაშვილის ბუენოს აირესში გადასახლებული ქართველი მულტიმედია არტისტის ერთობლივმა ნამუშევარმა ერთი თვალის შევლებით მოგხვიბლა. თავისუფალი სტილის კოსტიუმები, ქალი, რომელიც თავს არაფერში იზღუდავს, უყვარს თავისუფლება და სხვისი აზრიც არ აინტერესებს. მოდელების სახეზე დამაგრებული აქსესუარი პეპელა სწორედ ამას განასახიერებდა. მკვეთრი ფერის ზედატანები და ორიგინალური ფორმის ბრიჯებზე მორგებული მყვირალა
ფეხსაცმელი. ნიუ-იორკის გავლენას მომენტალურად იგრძნობთ. ტიპიური ახტაჯანა მე ამბოხე გოგონას იმიჯი ხომ ყველაზე მეტად ამერიკულ სტილში ჯდება. ნათელი ფერები, მსუბუქი ტანსაცმელი, ზაფხულის ფერები და ტილო და ასე შემდეგ. 21 კოსტიუმი იყო გამოტანილი და გამოვიყენეთ ტილოები, სულ არგენტინაში ეს ყველაფერი გაკეთებული არგენტინული ტილოებით, ჩემი და ლევან მინდიაშვილის მიერ, ამიტომ ქვია უტა ლევანი, ჩვენ ვართ ორი ადამიანი. საკმარისია უტა ლევანის კოსტიუმი მოირგო და სარკეში საკუთარ თავს თვალის შეავლო მარტივად აღმოაჩენ, რომ შენი გამორჩეულობა და ორიგინალობა აშკარაა. ავანგარდული მოდის ასამბლეაზე პირველად რო გაიმართა, მაშინ ვიყავით 15 წლის და დღეს ან მიხარია უტას ულოცავ დღევანდელ წარმატებას, ჩემი მეგობარია და ერთ-ერთი უსაყვარლესი დიზაინერი. თბილისის მოდის კვირეულის დასკვნითი აკორდი კი დათუნა სულიკაშვილი იყო. დიზაინერის აეროპორტული ჩვენების შემდეგ ყველანი რაღაც ორიგინალურის მოლოდინში ვიყავით. მოდის კვირეულის ლოკაცია შეიცვალა და ივენთ ჰოლიდან ექსპო ჯორჯიაში გადაინაცვლა. ლამპიონების შემოდგომის ფოთლებით დაფარული პოდიუმი და კვამლში გახვეული დარბაზი რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინს აძლიერებდა. ბაცი ყავისფერი და შავი ლითონის ელემენტებით გაფორმებული კოსტიუმები და ორიგინალური დიდი ზომის სამაჯურები იდეალურად შერჩეული მუსიკის ფონზე. დათუნა სულიკაშვილმა დაპირებული შოუ დადგა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ატმისფერ კაბებზე შემოცმული კოსტიუმები. კოლექციამ გაზაფხული ზაფხულიდან მომენტალურად შემოდგომა ზამთარზე გადაგვრთო. ფართე თავისუფალი სტილის შარვლების საშუალო სიმაღლის მაღალყელიანი ჩექმა, დომინანტი შავი, ყავისფერი და ატმისფერი ჩვენებამ სრულიად დამსახურებული აღფრთოვანება გამოიწვია. როგორც ყოველთვის დათუნა არის ყველაზე ორიგინალური, მე თამამად შემიძლია ვთქვა და არ დავიღლები ამ ადამიანზე კარგის ლაპარაკი. საქართველოს პირობებზე ის იმდენად ლამაზ შოუს ახდენს, რომ ეს მართლაც გასაკვირია და მართლაც დასაფასებელია და აღსანიშნავია და ბულოცავ დათუნა მიყვარხარ იცი შენ. მე ვიძახდი ხა რომ ფანატები რო დაძდეველ მომღერლებს ესე ესე ვარ ამის ჩვენებაზე ყოველთვის რაღაცნაირად ძალიან დიდი სიხარული და დიდი ემოციით მოვდივარ. ბოლო აკორდი კრისტი ყიფშიძე გახდა. ულამაზეს თეთრ კაბაში გამოწყობილი მოდელის გამოჩენისთანავე პოდიუმზე გათოვდა. ვფიქრობ, რომ ყველა კოლექციას აუცილებლად ჭირდება, რომ რაღაცა წარუდგინო შენს მოხმარებელს და საზოგადოებას, როგორც ხედავ ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ მე ეს გავაკეთე. ყველაფერი იყო ისე, როგორც მინდოდა. ჩვენება სალომე ღვინიაშვილმა გახსნა. მოდელი საქართველოს სულ რამდენიმე დღით სპეციალურად დათუნას თხოვნით ეწვია. სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ჩამოვედი ერთი დღით. არ ვიცი, აი მართლა მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ რომ ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი ჩვენებები აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო. დათუნა სულიკაშვილმა თბილისის მოდის კვირეული დახურა. ალბათ ქალთა ემანსიპაციას უნდა მივაწეროთ, რომ ბოლო პერიოდში თითქმის ყველა დიზაინერის მიერ გამოტანილი სამოსი სწორედ ძლიერი, დამოუკიდებელი, საქმიანი ქალბატონებისათვის იქმნება. მაქსიმალურ კომფორტულობასთან და მოხერხებულობასთან შეზავებული ორიგინალობა, სწორედ ასეთი უნდა იყოს თქვენი სტილი 2012-ში. მოდის კვირეულის დახურვაზე ბოლო დროს გავრცელებული ჭორის გადამოწმება გადავწყვიტეთ. ჯორჯიან Fashion Week-ისა და თბილისი Fashion Week-ის გაერთიანებაზე უკვე ბევრი საუბრობს. რიგით მეხუთე თბილისი Fashion Week-ის შეფასების პარალელურად თაკო ჩხეიძემ სამომავლო პერსპექტივები გაგვანდო. ლაპარაკი იყო ნამდვილად, არ ვუარყოფ და ალბათ ლაპარაკი განახდება. ახოთ, ვერანერ კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ. იცი, საერთო ჯამში ძალიან კარგმა დიზაინერებმა მიიღეს თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობა და ნახეთ ძალიან კარგი კოლექციები, ძალიან ძლიერი კოლექციები, ძალიან კარგი შეფასება მიიღეს და ეს არის უმთავრესი Fashion Week-ისთვის. თბილისის მოდის კვირეული კი დასრულდა. Fashion Week-ში 14-მა პროფესიონალმა და 17-მა დამწყებმა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა. თქვენი გაზაფხული ზაფხული სტილი უკვე გაწერილია, საყვარელი დიზაინერი კი შერჩეული. ასე რომ ისღა დაგრჩენიათ მორიგ მოდის კვირეულს დაელოდოთ და იმედი იქონიოთ, რომ მიწვეულთა სიაში თქვენ სახელს მომავალ წელს მაინც აღმოაჩენთ.